ძალიან მიხარია რომ მოხვედით, ხედავთ და როგორც მოგახსენეთ მინდა დღეს გესაუბროთ იმ შეცდომების თაობაზე, რომელსაც ჩვენ ნებსით და უნებლიეთ ჩავდივართ მარხვაში და თუ როგორია ჩვენი შეხედულება და როგორია ჩვენი მარხვა. პირველი შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე საუბრობ არა მარტო თქვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ამ ჩანაწერს მოისმენს და ვისთვისაც სამწუხაროდ მარხვა არის დიეტა და არა ბოროტებასთან და ცოდვასთან საბრძოლველი იარაღი. ალბათ თქვენ არ მოგისმენიათ ესეთი შეკითხვა, რომ აი შენ რა მარხვა გინდა, ან რაკად გამოიყურები, რა გინდა მარხვა, ასაჭიროა. ისედაც კარგად გამოიყურები, ხო? გარკვეული ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს არის მარხვა არის რაღაც მართლმადიდებლური ეგზოტიკური დიეტა. რომ 47 დღის მერე შენ იქნები წონაში დაკლებული და იქნები ძალიან ბედნიერი. გაზაფხულია, მერე ზაფხული მოდის და ისეთ კაბებს ჩაიცმენ და შარვლებს, რომელსაც ვერ იცვავდი ადრე, ხო? ეს ძალიან ცუდი შეხედულებაა, ჩემო ძვირფასებო, დაიმახსოვრეთ, რომ დღეს ყველაფერს აკეთებს ბოროტი და სრულ მორწმუნე ადამიანი, რომ მარხვას დაუკარგოს თავისი ნამდვილი სახე. აი გავიხსენოთ, ვინ იმარხულა პირველ რიგში? მოსე იმარხულა, მოსე იყო სახე იესო ქრისტესი, ხო? 40 დღე იმარხულა და იმარხულა იესო ქრისტე თავად. უდაბნოში გადის 40 დღე და რამე არ მიირთმევს არაფერს და მასთან მიდის ეშმაკი და გამოცდის. დაიმახსოვრეთ, რომ მარხვაში ძალიან ბევრი განსაცდელები ეშვება ჩვენ თავზე. მაგრამ თუ შენ ფიქრობ, რომ მარხვა არის დიეტა, ბუნებრივია ვერ მიხვდები მარხვის დანიშნულებას და ვერ მიხვდები იმას, რომ მრავალი განსაცდელი დაეშვება მარხვაში შენზე. აი ამიტომ გამოვრიცხოთ ჩვენი თავიდან ის, რომ მე მარხვაში წონაში უნდა დავიკლო, ან ჩემი თავარი მიზანი არის წონაში დაკლება, მე უნდა ვაღიარო და გავიხსენო, რომ ჩემი წინაპარი ადამი მარხვის დარღვევის გამო იქნა გამოძევებული 60-დან, გახსოვთ ხო ეს? რომ გარკვეული აკრძალვა დაუდგინა ერთმა ადამიანი ესეთი უცნაური არსებაა, რომ ყველა ხიდან შეეძლო ჭამა და რომელიცგანაც არ შეეძლო ზუსტად იქიდან ჭამა. აი წარმოვიდგინეთ, ბევრი გზა, მრავალი გზები როა და ეუბნები, რომ აქეთ არ წახვიდე და საცა ეუბნები, რომ არ წახვიდე, ზუსტად იქით მიდის ადამიანი. წარმოვიდგინეთ, როგორი სილამაზეა სამოთხეში, უამრავი ხეხილია და ეუბნება, რომ აი ყველა ხიდან ჭამე გარდა ამ ერთისა, ზუსტად იქიდან მიირთვა, საიდანაც არ შეიძლებოდა მიირთმევა. ანუ მარხვის დარღვევის მარხვა არის გარკვეული აკრძალვა, გარკვეულ სიამოვნებაზე, ხორციელ სიამოვნებაზე, იმის გამო, რომ მე მივიღო სულიერი სიამოვნება, მივიღო სულიერი სისუფთავე და სიწმინდე. მარხვის დარღვევის გამო ჩვენ გამოგვაძევა ღმერთმა, ზოგი იტყვის, რომ მე რო ყოფილიყავი ადამიანის ადგილზე, მე არ დავარღვევდი მარხვას, არა, დაარღვევდი. აუცილებლად დაარღვევდი, იმიტომ რომ შენმა წინაპარმა რახან დაარღვია იმ პირველმა ადამიანმა ფაქტიურად შენც იგივე და უარესი დაგემართებოდა. აი ამიტომ როცა ვიწყებთ მარხვას, ძალიან გთხოვთ, თქვენს მოძღვრებთან მიდით, გარკვეული დრო გამონახეთ და გარკვევით გაიგე მარხვის არსი რაში მდგომარეობს. სულ მაინტერესებს ხოლმე მარხვა რო იწყება, მოვიდეს ჩემი მრევლი და მკითხოს, მამაო, ეხლა რა წიგნები წავიკითხო, რა ლოცვები წავიკითხო, როგორ მოვიქცე, რა ავკრძალო, თითქოს ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერი არ იცის. ვიცით, რომ ანდრია კრეტელის კანონი იკითხება, ზოგი ვისმენ, ზოგი მკითხულობთ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ გვესმის, რატო არ გვესმის, იცით? იმიტომ რომ ძველი აღთქმის საფრთხო შინაარსი არის გადმოცემული ანდრია კრეტელის კანონში და ჩვენ ბიბლია წაკითხული არ გვაქვს და ამიტომ იქ რო არის საუბარი კაენზე, აბელზე და უარყოფით და დადებით პერსონაჟებზე, ჩვენ მათ არ ვიცნობთ. და ამიტომ როცა გიყვება ეს წმინდა მამა, რომ აი ნუ მიბაძავ კაენს, რას უნდა მიხვდე? ესე იგი, კაენი ვინ იყო? ჩვენაირი პირველი ადამიანი. პირველი ადამიანი კი იყო ადამი, მაგრამ ის იყო თიხისგან, ხო, მიწისგან. მისი დეკნისგან იყო ევა, მაგრამ ჩვენაირი ქალის მუცლისგან და საშოსგან ნაშრომი იყო კაენი. ანუ პირველი ადამიანი, რომელიც ღმერთს პირდაპირ ესაუბრებოდა, გესმით? კი არ ლოცულობდა, პირდაპირ ესაუბრებოდა. და ეგონა რომ მე ვარ ყველაზე კარგი, ყველაზე ძალიან უყვარვარ ღმერთს და რა დააფიქსირა,
რომ თავის გვერდზე მყოფი ადამიანი თავისი ძმა, აბელი, მისი მსხვერპლი შეიწირა ღმერთმა და მაშინვე გაბოროტდა და შურიანი გაუხდა სახე. იმ წუთასვე გააფრთხილა ღმერთმა, რომ როცა ცოდვა შემოდის შენში, როცა შენ სოდავ, ესე იგი შენში შემოდის უკვე შური და შენ იბატონე მასზე. რაც ვერ გააკეთა ფაქტიურად და რა მოხდა? ძმა მოკლა ძმა. წარმოიდგინე. ესე იგი მარხვაში, როცა შედიხარ და მარხვას იწყებ, პირველი უნდა გახსოვდეს ძველი აღთქმის უარყოფითი პერსონაჟები, რომ არ მიემსგავსო მათ. იმიტომ არის დიდი ყურადღება გამახვილებული პირველი 5 დღე, 5 შაბათამდე განსაკუთრებით, იმიტომ არის თქვენ რომ კეტელზე მივდივარ, კეტელს უნდა მოусვინო. ეს ჩვენ შემოგვჭა ცნობიერებაში, რომ კარგია, მაგრამ არ ვიცით რატომ მივდივარ. და აი პირველ რიგში ის არის, რომ აი ის ცოდვა, რომელიც ჩვენ გვადებს, ამას უნდა განვეშროთ მარხვაში. და საჭმელის სასმელის მოკლება შენ სულს აძლიერებს და შენ უკვე ფიქრობ ძალიან ხშირად მარხვაში როგორ იქცევ. აი როგორ უნდა მივხვდეთ მარხვაში ჩვენ დიეტობთ თუ მართლა მარხვას ვინახავთ. როცა შენ საკვებს მიირთმევ მარხვაში, საკვების მერე ლოცვის სურვილი უნდა გქონდეს და არა ისე ლობიანით რომ კარგად დანაყრდე და მერე კოტრიალი რო გინდა და ხელში პულტის დაჭერა. გესმით? ლოცვის სურვილი უნდა გიჩნდებოდეს და სამზარეულოში ქალბატონებო განსაკუთრებით მეტი დრო უნდა დაგრჩეს და არა იმდენივე რამდენიც მხსნილში გქონდა. ხო ჩვენ ხო ძირითადად სამზარეულოში მე მგონი კიდევ ვართ ხო სამზარე თუ აღარა ვართ სამზარეულოებში. სამზარეულოში რო იყავე 24 საათი, რო ჭრიდი, ასუფთავებდი, ხარშავდი მარილს რო აყრიდი და თუ ეხლა იგივე საკეთებ ოღონდ სამარხოს, ესე იგი შენ მარხვაზე არ ხარ. ამით უნდა მიხვდე რომ ბევრი დრო უნდა გამოგითავისუფლდეს სამზარეულოში. აბა ქალბატონებო დაუკვირდით ეხლა ისევ იმდენ დროს ვატარებ სამზარეულოში თუ მეტი დრო გვაქვს უფრო ლოცვისთვის. აი პირველი ნიშანი რომ შენ დიეტას კი არ ინახავ. ეხლა ერთმანეთს ურეკავენ, უგზავნიან, მაგარი სამარხო სუფი გავიგე, მაგარი სამარხო ნამსხვრე გავიგე, ეს ძალიან კარგი, ეხლა არ თქვათ რომ მე სუფის წინააღმდეგი ვარ ან ნამსხვრეს, მაგრამ მიხვდით მაგას მაშინვე რომ როცა შენ კარგად მარხულობ, ლოცვის სურვილი გიჩნდება და სამზარეულოში დიდხანს აღარ რჩები. ძნელია ამის მიხედვა. ეხლა არც ისე არ გააკეთოთ რომ სულ გამოხვიდეთ სამზარეულოდან და ქორები აყვიროთ და შვილები რომ შეა და რაუბედურებაა ეს, ხო? აი ეს ამას თქვენ მიხვდებით თუ დააფიქსირებთ ამას რომ მე თუ კარგად მარხულობ ლოცვის სურვილი მიჩნდება და სამზარეულოში ქვაბებს აღარ ვაბრახუნებ და ნაკლებად მივდივარ მე გასთან და ტაფასთან. ეს გავიარეთ ხო გასაგებია. შეიძლება იცოდეთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დააკვირდე და გთხოვთ რომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი ეხლა ვინც გვისმენს ან ვინც არ ბრძანდებით ფიქრობთ რომ აი ძლივს დავაწყებინე ჩემ ქმარს მარხვა და სულში ამკაც რა და მოდი აი ვცდილობ რომ რაღაცები გავუკეთო ისეთი რაღაცები გავუკეთო ოღონდ მან მარხვა შეინახოს და აი შვილი რო ძლივს დაიყოლე მარხვაზე იმასაც ძალიან ბევრ სამარხო საჭმელებს უკეთებ რომ ოღონდ მან მარხვა შეინახოს და თელი მარხვის განმავლობაში ვეღარ გამოდეხა სამზარეულოდან და რა ლოცვაზეა ლაპარაკი მერე და რა დროზეა ლაპარაკი. ასე რომ ნაკლები დრო დაუთმოთ სამზარეულოს და ნაკლები დრო დაუთმოთ იმას მესმის რომ გემრიელად უნდა მოამზადო, მაგრამ მთელი მარხვის პერიოდი ამით არ უნდა იყო დაკავებული აუ რა მაგარი სუფი ვისწავლე და რა მაგარი გრეჩიხა ვისწავლე და ეს კოტლეტი და ის ასე შემდეგ. აი ეს რადიკალური ქადაგების წინააღმდეგიც ვარ, რომ აი სასწრაფოდ აიკრძალოს ყოველგვარი სამარხო ნამსხვრე და ყოველგვარი ეგეც არ არის კარგი, ეგეც ცოტა ხიბლის მდგომარეობა მგონია, იმიტომ რომ თქვათ შენ ზღოლი ხარ, ან სამსახურში საშუალება არ აქვს არაფრის, ხო? იქ რასაც შეჭამ, შეგიძლია რომ იმით დანახადე და გადაიტანო ის დღე. და თუ ეხლა მე ვიტყვი რომ სამარხო შოკოლადს არ შევჭამ და სამარხო ნამსხვრს არ გავეკარები, იმიტომ რომ ეს გემოთ მოყარეობა ეს ცოტა ისეთი იქნება, ლობიოთი ვერ ჩავარდებით გემოთ მოყარეობაში? რაჭველებო. ძალიან კარგად ჩავარდები ლობიოთი გემოთ მოყარეობაში, ხო? ასე რომ ამისი თქმა რომ ეხლა მე თუ ბარამბოს სამარხო შოკოლადს შევჭამ გემოთ მოყარეობაში ვარ, მაგრამ თუ ლობიოს ქვავს ძირს გამოვუჩენ, მაშინ არა ვარ გემოთ მოყარეობაში, ხო? ასე რომ ეს კარგად გავარკვიოთ და როცა ძალიან გიყვარს რაღაც საჭმელი და ნაყრდები
იმას უნდა მოერიდო მარხვაში. აი პირდაპირ გეუბნებით, რომ თუ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი მე, ხორცი საერთოდ არ უყვარს და ლობიოს რომ მიირთმევს, ისე კარგ ხასიათზე დგება და ისეთი კარგად არის დანაყრებული, ისე ჩაივლის მარხვა რომ ვერ გაიგებს საერთოდ. ეხლა ლობიოს წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ აი მივხვდით რას ვიძახი, რომ მარხვაში ცოტა უნდა მივირთვათ და მეტი ვიფიქროთ უფლის შესახებ. აი როგორ მივხვდეთ კიდე მთელი 49 დღე 59 დღეა ნამდვილად მაგრამ ამას კიდე დაწვრილებით გეტყვით რამდენი დრო დაუთმე მე ღმერთზე ფიქრს ეს არის მსხვერპლი წმინდა მამები ამბობენ რომ 365 დღის მიათედი დაახლოებით არის 47-49 დღე ხო მთელი წელი რო არაფერს არ აკეთებ აი მოგცა ეკლესიამ საშუალება ახლა შენ რომ მთელი წლის რაღაც გარკვეული მსხვერპლი გაიგო ღმერთისთვის და ის ნუგბარი კერძები აღარ ჭამო თუ გიყვარდა ხინკალი ნუ გადახვალ სოკოს და კარტოფილის ხინკალს აი ამაზეა ლაპარაკი რომ ცოტა მოაშიე შენი სტომაქი რომ გაგიჩნდეს ლოცვის სურვილი გაგიჩნდეს სიკეთის კეთების სურვილი გამოხვიდეს სამზარეულოდან ოღონდ ტელევიზორთან კი არ გადაინაცვლო კაცო ხატებთან მიდი და რაც შეიძლება მეტი იკითხე და მეტი ილოცე გავარკვიეთ ხო რომ მარხვა არ იყოს დიეტა აი ეს მდგომარეობა არის მთავარი ეხლა მეორე რა შეცდომა არის ამას ქვია განსაკუთრებული სიმკაცრე ეს არის ხალხი რომელიც არ მარხულობს მთელი წლის განმავლობაში არ დადის ეკლესიაში ესე იციან ხოლმე მოვლენ და გადაშლიან კალენდარს და აცხადებენ თუ მარხვა იყოს პირველი კვირა უზეთო წყალზე და ყურზე და აი წმინდა მამებს გაუჭირდებათ ისეთი ღვაწლი ისინი რომ ინახავენ მარხვას საღეჭ რეზინს არ ღეჭავენ მოკლედ ტელევიზორი გამორთულია ძალიან სერიოზული ხიბლის მდგომარეობა არის ჩემო კარგებო ეს გინდა სპორტსმენებს გითხეთ ხო მარხვა არის ასკეოს ასკეტიკა სულიერი ვარჯიშები მთელი წელი რო არა ვარჯიშო და უცბად ვარჯიშზე გადახვალ და თან ძალიან დიდი დატვირთვებით ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდები ფიზიკურად ასე არის სულიერად აი წარმოიდგინე არ ლოცულობდი არ მარხულობდი არ ეზიარებოდი და მოდიხარ და უცბად იწყებ ძალიან მკაცრ დიეტას ფაქტიურად პირველი კვირა ყურზე და წყალზე ხარ მერე მთელი კვირა ძალიან ცოტას მიირთმევ და ეს არის უკვე ძალიან ძიმე მდგომარეობა აუცილებლად უნდა რეკომენდაცია მიიღოთ მოძღვრისგან ეს არის თვით რჯულობა რომ ადამიანი თვითონ უდგენს თავის თავს მარხვას და ამ დროს რა ხდება შეეშლება აუცილებლად შეეშლება და რას ამბობენ ხოლმე რომელი წმინდანი მევნახეთ კაცო ეხლა მე რომელი დედაო და მამაო ვარ ეხლა რომ ესეთი მარხვა შევინახო და ჩაიქნებენ ხერს თქვენ ესეთი რამე არ მოგსულიათ ძალიან ხშირად ხდება ესეთი რაღაცა წარმოიდგინე ხო რომ მე ფიზიკურად რო არა ვარ ძლიერი და ავიდე რინგზე და ვიღაცა ბოქსიორთან რო გავიდე ხო დამამტრებს თავპირს ხო ასე არის აქა წარმოიდგინე გამოუცდელი ხარ არ ლოცულობდი არ მარხავდი ეშმაკთან შედიხარ სპარინგში ფაქტიურად რომელიც იცი რას გიშვება აი მიგახეთქებს და მოგახეთქებს აქეთ-იქით წმინდა მამები ამბობენ აი ბურთი რომ ბავშვები ერთმანეთს რო უგდებენ ბურთს გადაუგდებენ გადმოუგდებენ ასე აგდებენ ეშმაკების ადამიანებს აქეთ-იქით ის სიდვის ეშმაკი ის მრისხანების ეშმაკი და გემოთმოყარეობის პატივმოყარეობის ეშმაკი აქეთ-იქით მიმოაგდებს ადამიანს აი ამიტომ ძალიან მეთქოთ რომ სიმკაცრე ძალიან ეს არ არის სწორი ესეც ხიბლის მდგომარეობა და თუ შენ იმხელა სულიერ გამოცდილებაში ხარ და იმდენად სულიერ სიმაღლეში ხარ აუცილებლად მიდი მოძღვართან კონსულტაციები მიიღე როგორ უნდა გაიარო მარხვა ყველა სპორტსმენს ხარს თავისი მასწავლებელი ტრენერი ხო ასე არის საჭირო ჩვენთანაც თუ კი ფიზიკა მათემატიკას ქიმიას და სპორტს ყველას თავისი დამრიგებელი და მასწავლებელი ყავ არ გჭირდება შენ მასწავლებელი გჭირდება მაგრამ შენ ამბობ რომ მოიცა რა მე ბავშვობიდან ვინახავ მარხვას ყველაფერი ვიცი კარგად და მე ვიცი რა უნდა გავაკეთო არავინ არ მჭირდება მაშინვე წამოკრავ ფეხს ეშმაკის დადებულ ფეხს წაიქცევი და იმის მაგივრად რომ მიხვიდე და მოძღვართან თქვა რომ ამაო ჩემი სიდეგვენით მომივიდა მოიცა რა ეხლა მე რომელიც წმინდა მამამ ნახეთ ეხლა რომ მე ესეთი სიმკაცრით შევინახო მარხო და ისევ ისეთივე ამპარტავანი ჩემო ადამიანი როგორც იყო მანამდე დაიმახსოვრეთ რომ ყოველგვარი ზედმეტი სიმკაცრე გამორიცხულია აი თუ გახსოვთ
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია მენავე რომელიც ნავს დატვირთავს ძალიან მძიმე ჩაიძირება ხო ნავი და თუ ნავი იქნება ძალიან მსუბუქი ქარი მიმოაგდებს ვერ მივა დანიშნულების ადგილამდე ჩვენი სხეული არის სახედარი ჩვენი სული ამხედრებულია ამ სახედარს აი ამ სახედარს თუ გადაიყვან მარტო წყალზე და პურზე ხო დავარდება მაგდრას ნუჯასავით არა და ვეღარ მივა ბოლომდე ამიტომ გეუბნება რომ აჭამდე კაცო არ არის საჭირო ესეთი ახლა შენ რო წაიკითხე რომ მე-4 მე-5 საუკუნეში წმინდა მამები როგორ მარხულობდნენ სხვა ეპოქა იყო სხვა დრო იყო შენ ახლა ამას კომპიუტერის ეპოქიდან ნუ მიბაძავ იმას თუმცა გამორიცხული არ არის ოღონდ შენი ცხოვრების წესი უნდა შესაბამებოდეს შენ სულიერ მდგომარეობას რა ჩვენ გვეშლება ხშირად აი წარმოვიდგინეთ რომ ახლა მე მაღალფარდოვანი სიტყვებით ვიქადაგო ამბიონიდან და ჩემი სულიერი მდგომარეობა იყოს 0 ჯგუფელის და პირველი კლასელის ეს ძალიან ცუდია მე უკვე გამოვდივარ მატყუარა და ასე თქვა ფარისევები ასეთები იყვნენ ფარისევლები ქადაგებდნენ ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებით მარხვაში პირს არიბანდნენ თავდაღუნულები გადიოდნენ რომ ქალებისთვის არ შეეხედათ გულის თქმით მაგრამ ქალებს ყოჯებში უყურებდნენ დაბლა და ხან ერთ კედელს მიეჯახებოდნენ ხან მეორეს და მე ესენები გახდნენ დასაცინები ფაქტობრივად ასეთი არის ძალიან ბევრი ქრისტიანი დღეც რომელიც ძალიან ამკაცრებს თავის შუაზე მარხვას და მე ხდება ძალიან სულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ზედმეტი თვითნებობა მესამე მდგომარეობა არის ეს რა არის ზედმეტი თვითნებობა როცა ადამიანმა დაიწყო მკაცრი მარხვა და ვერ შეინახა ბოლომდე და ასე თქვა მე ამბობს რომ რახან დავარღვიე და შევერიე აზრი აღარა აი კიდე რა ეშლება რომ თვითნებურად შეწყვიტა მე მარხვა აუცილებლად როგორც გინდა შეგეშალოს რამდენჯერაც გინდა წაიქცე უნდა ადგე და აი როგორიც გინდა შეცდომა დაუშვა უნდა მაშინვე მიხვიდე მოძღვართან რაც შეეშალა იუდას ეგონდა რომ მე ისეთი რამე დავაშავეო რომ ერთი არ მაპატიებსო და აღარ მივიდა ქრისტესთან აი წარმოიდგინეთ ძალიან საინტერესოა იუდას მდგომარეობა რა აღიარა ხო მართლის სისხლი მოგეცითო ეს პირველი მეორე ვერცხლი უკან მიუყარა ძალიან კარგია მაგრამ მესამე რა უნდა გაეკეთებინა უნდა დაჩოქილიყო და ეთქვა უფალო იესო შემიწყალე მე ცოდვილი იმიტომ რომ მე შენ მიგეცი შენი სისხლი გავეციმე და მე ვარ შენი მოღალატე და იმდენად თვით დაჯერებული იყო რომ ეგონა რომ ერთი მეორე ისეთი რამე დავაშავე არ მაპატიებსო და წავიდა და თავი ჩამოერჩო ასე არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ძალიან მკაცრად მარხულობს და სხვენია რომ ახლა მივიდეს და აღიაროს მოძღვართან რომ ამაო იცი მე დავიწყე ძალიან ასკეტურად და დავამთავრე ძალიან თავხედურად ასე ხდება ამიტომ თავდაბლობა არ ყოფნით რომ ან თავის სულიერ დას ან ზმას რო კითხოს რომ აუ შევერიე მარხვაში და რა გავაკეთო ზოგი ეუბნება აუ შევერიე ამთავრდა რა აზრი აქვს ახლა და რაღა აზრი აქვს ხო და მე მიდის და წვადებზე და ხინკალზე გადადის მე ხო ეს არის თვითნებობა ძალიან ხშირად და აი დღევანდელ საუკუნეში ხო SMS-ი მიწერე დაურეკე მესენჯერში გადაუგზავნე მამაოს რამდენი საშუალება იმისი რომ შენ მიიღო სწორი ინფორმაცია ხო მაგრამ იმდენად თვითურჯულები ვარ და ამპარტავნები ვართ რომ მამაო რას იფიქრებს ჩემზე ახლა რომ მე ამდეხანია დავდივარ და მგონი ვარ რომ ჩამოყალიბებული ქრისტიანი ვარ და ამ დროს თურმე ძალიან სუსტი ყოფილი ვარ აი ძალიან თქო ამ დროს ძალიან თამაშობს ეს მაკი ჩვენ ცნობიერებაზე და ჩვენ სიამაყეს იყენებს დადებითად ანუ მისკენ იყენებს და შენი სიმკაცრით და თვითნებობით ფაქტიურად შეიძლება მიხვიდე იქამდე რომ თქვა რომ ასაჭიროა ეს მარხვა საერთოდ რა აი რა ასაჭიროა 59 დღე მე შევინახე მარხვა და რა მივიღე არაფერს არ მივიღია ისეთი ვარ როგორიც ვიყავი ადრე ასეთი თვითრჯულობით და თვითნებობით ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარდებით მეოთხე შეცდომა რაც ყველას გეცნობათ და დარწმუნებული ვარ რომ ყველა ამ მდგომარეობაში ჩავარდნილები ყოფილვართ ეს არის მათი განკითხვა ვინც არ მარხულობს გვინდა არ გვინდა ეს იწყება ოჯახიდან ფაქტიურად ესე იციან ხოლმე ქალბატონები არ გეწყინოთ ოჯახში მარტო მე მარხულობ აი მარტო მე ვარ ღვთის მოშიში მარტო მე ვლოცულობ და ჩემი საზეღარი ქმარი არ მარხულობს ხელს მიშლის და ასე შემდეგ ძალიან ცუდია თუ შენ მარხულობ
სხვა ადამიანს განეკითხავ, ჯობია რომ ხორცი მიირთო. პავლე მოციქული ამბობს რომ ვინცო ხორცო არ ჭამსო, ანუ ვინც მარხულობსო, ნუ განეკითხავს იმას, ვინც ხორცს ჭამსო. არ შეიძლება ჩემო კარგებო რა, ძალიან ცუდია, ძალიან ბევრი მინახავს. მიდიან დაბადების დღეზე, რაც კატეგორიულად არ არის კარგი, მარხვაზე ხარ და მიდიხარ გასართობად, იქ წამოჯდები და სხვებს გულში განეკითხავ. ნახე, ამ საზიზღარმა როგორ შეჭამა, ნახე, არც ხვენია ჯოჯოხეთში მოხდება და ასე შემდეგ. ნუ ძირითადად ეს ოჯახში ხდება ხოლმე. და ჩვენ მარხვის დროს უნდა სულიერი ნაყოფი შევიძინოთ. ანუ ეს რას ნიშნავს? სულიერი ნაყოფი რა არის? სიყვარული, სიხარული, თავდაბლობა, უბრალოება, სახიერება. იმის მაგივრად რომ ჩვენ ეს ნაყოფები დავანახოთ ჩვენი ოჯახის წევრებს, რა ხდება? ყვირი ხარ და წივი ხარ. გამორთე ტელევიზორი, გამორთე კომპიუტერი, ჩქარა ეხლა მე უნდა წავიკითხო ლოცვებით და თქვენ ესეთებო და თქვენ ისეთებო. და დასაბამელი ხდება ხოლმე ადამიანი, რატო იცი? რომ ისეთ მარხვას ინახავ, რომელსაც შენ ვერ იტვირთავ. არ არის შენი მდგომარეობა ასეთი მარხვის შედახვა. და ამიტომ აიღე კურთხევა და ისეთი მარხვა შეინახე, რომელსაც შენ შეძლებ და სახში ნერვოზულ, ფსიქომატურ მდგომარეობაში აღარ ჩავარდები და ოჯახის წევრები აღარ იქნებიან შეშინებულები მე. იმიტომ არავინ არ აკყვება მარხვაში, რომ ისინი ხედავენ, რომ შენ რომ მარხულობ, არაფერი გეშველა. შენ რომ იმ ექიმთან დადიხარ და ისეთი ავანტყოფირო ხარ, მე ხო არ წამოვალ იმ ექიმთან არა და დამანახე, რომ შენ მარხვაში კეთილი გახდი, უბოროტო გახდი, თავდაბალი გახდი, მოწყალე გახდი, სახიერი გახდი, შვიდი გახდი. აი ეს ყველაფერი თუ ვერ დაინახეს ჩვენმა ოჯახის წევრებმა, საზოგადოებამ, მეგობრებმა, აგარი დასცინიან ხო ერთი თანამშრომელი ყავს, მარხვას ინაღავსო და დასაბმელიაო რა. მაგისტარი ჭორიკანა მეტი არ აკყავ არავინო. ეს ნაცნობი სიტყვებია ჩემთვის ძალიან ბევრჯერ უთქვავთ. და იმის მაგივრად, როგორც სერაფიმ სარაველი ამბობს, რომ ერთი ნორმალური ადამიანი იყოს ეკლესიაში, სამსახურში, სკოლაში, ოჯახში, ხო? მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება. აი ეს არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ მარხვაში სულიერ ნაყოფს არ გამოვიღებთ. და მარტო ის არის ეს მეწმება და ის არ მეწმება. კარგად დაუკვირდეთ ჩემო კარგებო რა. როცა ფსიქიურად ძალიან აშლილობაში ხარ და ნერვები გეშლება, ჯობია დაურეკო მოძღვარს და უთხრა მამაო თუ შეიძლება ახლა რაღაცას მივითმევ ძის ნაწარმს ან თევს რომ მე ვეღარ უძლებ ამ ყველაფერს. ჯობია ეს გააკეთო, ვიდრე გაიმკაცრო მარხვა და ფსიქიურად აშლილმა დააბრკოლო ოჯახის წევრები ან სხვა ადამიანები. ეს თქვენ კარგად დააკვირდი ძალიან გთხოვთ რა. ხატებთან უნდა მიდიოდე სიმშვიდით, სურვილით, ისე კი არა რომ ჩქარა დამთავრდეს ლოცვა რომ მე სერიალი იწყება მე. ეს არ გააკეთოთ არასოდეს რა. რომ მე ახლა ჩქარა წავიკითხავ ლოცვებს, იმიტომ რომ 8 ნახევარზე იწყება თურქული სერიალი. და მარხვაზე ხარ ამ დროს გესმის? შენი ყველაზე ახლობელია პიროვნება, ღმერთი ჯვარს გაეკრა შენი გულისთვის. ევნო ეწამა და შენ ამ დროს ერთობი, მაგრამ მარხვაზე ხარ. არ არის ეს მარხვა ჩემო კარგებო და იმავსწორედ არც იმას არ გეუბნები ახლა რომ მური ჩამოისვი ფარისეველივით და აბა დასანახად რომ არ უნდიხარ ადამიანებს. რას ამბობს იესო ქრისტე? აბა გაიხსენეთ, როცა მარხულობთ, ნუ მიემსგავსებით ფარისევლებს, ვითარცა ორგულნი. დაიბანე პირი, იცხე ზეთი, აქ არის ლაპარაკი სუნამო. მე არ ვიცი ახლა მაინც დამაიც რაღაცა ესეთი ისხურა, მაგრამ სუნი კი არ უნდა აგდიოდესო, რომ ვიცომ მოაჩვენო ადამიანებს თავი მარხველად. არამედ შიგნით უნდა იყო მარხვაზე და გარეგნულად შეიძლება მომღიმარე იყო და ძალიან შვიდი გამომეტყველებით გამოიყურებოდა. რაც ნაკლებად შეიმჩნევა ადამიანს. ოღონდ ადამიანი მინახავს ისეთი სახით იყურება, რომ აი ახლა მოუკლეს ვიღაცა, ან მოსაკლავად მოსდევენ და ასე შემდეგ რა. აი იყო ესეთი ადამიანები სასულიერო სასწავლებელში, რატო არ იცინიოდა ღვთისმშობელი, არ იცინოდა ქრისტე, არ იცინოდა. ეს ავანტყოფობაა ჩემო კარგებო რა. ეს არ იცი და მეც არ უნდა გავიცინო, ხო? ეს ძალიან ცუდი მდგომარეობა. ასე რომ, აი თუ თქვენ სახლში ჩხუბობთ და თქვენი ოჯახის წევრები ეკამათებიან და მათ არ უჩნდებათ სურვილი მარხვის შენახვის და თქვენთან ერთად ლოცვის, ესე იგი თქვენ რაღაც გეშლებათ და რაღაცა შეცდომა დაუშვით ამ დროს. მე არ ვიცი ხა თქვენ ეს ამდენად გემართებათ, მაგრამ ემართებათ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან კაცრად, თვითნებურად ინახავენ მარხვას და ისეთი მარხვაა, რომელიც სამწუხაროდ
ღმერთს არ დაუდგენია და ღმერთი არ იწირავს იმ მარხვას. კიდევ ვიმეორებ, რომ მარხვაში მე უნდა მიჩნდებოდეს მოწყალების გაცემის სურვილი, ლოცვის სურვილი, ნაკლებად ჭამასმის სურვილი და რა ვიცი, ბევრი რამე უნდა გამახსენდეს ძველი ცოდვები. ზოგს გონია ხოლმე, რომ 7 ზეთის ცხება რო არის 7 გზის, ხო? იქო დავიწყებული ცოდვები მეპატიება. ასეთი სწავლება ეკლესიას არა აქვს შემოგარგებული. რას ქვია დავიწყე თუ დაგავიწყდა და არ განიცდი როგორ გეპატიება. და უნდა ევედრო ღმერთს ზუსტად რომ ღმერთო გამახსენე რა ცოდვები მაქვს დავიწყებული. რას ნიშნავს დავიწყებული გეპატიება? რაც შენ აღიარე და არ გახსოვს, იმას მოძღვარი ამბობს რომ ნეფსით და უნებლიეთ სიტყვით, სარქმით, მეცნიერებით ან უმეცრებით, ხო? ამას მოძღვარი ამბობს. არაჩვენ შენ რომ მიდიხარ და არ მარხულო, არ ეზიარები, ახსარებას არ ამბობ და გონია რომ ზეც რო იცხებ და დავიწყებული ცოდვები გეპატიება, ეს უკვე არის მაგია. ეს არასწორი შეხედულება, ასე არ იფიქრებთ არასოდეს. შემდეგი ეს არის გაღიზიანება. ფაქტობრივად იგივეა რაც ვილაპარაკე ის რომ ოჯახის წევრებს რო ვეჩხუბებით და ხარ გაღიზიანებული. თუ შენ მარხვის პერიოდში გაღიზიანებული ხარ, მიხვდი რომ შენ არ მარხულობ, შენ ხარ ძალიან ძიმე მდგომარეობაში, სასწრაფოდ მიდი მოძღვართან, შეეკითხე რომ რა შეცდომებს უშვებ რომ მოძღვარმა აუცილებლად გარკვეული შეღავათები მოგცეს. და ზოგს არ გეცინოთ ეხლა ის თვითრჯულობაშიც გამოდის, ზოგს წqins, როცა მოძღვარი ეუბნება რომ აი შეღავათი მიიღე, არა მამაო, რას ლაპარაკო, მე შეღავათს რატო უნდა მივიღო? ეს სამპარტავნებაა ჩემო კარგებო. სრულ მარხვას ინახავს ადამიანი, რომელიც არის ჯანსაღი. ეხლა მითხარით ვინ არის ჯანსაღი ბოლომდე? არავინ არა ვარ. ეხლა ჩვენ რომ გავიარო დიაგნოსტიკური გამოკვლევა, ძალიან ბევრი რაღაცები აღმოჩნდება ჩვენში. ამიტომ გარკვეული შეღავათები არის საჭირო. შეგიძლია დაიწყო თავიდან ისე როგორც საჭიროა და თუ დაინახე რომ გაღიზიანება შემოვიდა შენში და ნერვე მოშლილი დადიხარ, სასწრაფოდ მიდი მოძღვართან, ესე იგი მკურნალობა მიდის არასწორი გზით. ხო ასია ექიმთან რომ მიდიხარ და წამლები დაგინიშნა და კარგად ვერ ხდები, შედეგები რო არ აგად, მიდიხარ და ანუ ურეკავ და ეუნე ექიმო, თქვენ რომ დამინიშნეთ, წამლები ვერა ვარ კარგად. მე ექიმე გეუბნა, მოდი ეს შევცვალოთ, ეს დაამატე, ეს გამოვაკელი, ხო? და მე ახლა კარგად ვარ. ასე არის აქაც. რო ატყობ უკვე რომ დასალმელი გახდი და სახე გაქვს უკვე მონგრეული, ეცადე რომ აუცილებლად მიხვიდე მოძღვართან. აი ესეთი კარგი რაღაც გამახსენდა ახლა ერთი სასულიერო პირი მივიდა პატრიარქთან და სთხოვა შეღავათი, იყო უძლურებაში და მithხოვა ძის ნაწარმეო თუ შეიძლება რომ აკურთხოთ და პატრიარქმა უთხრა რომ ძის ნაწარმე მიიღეო, ოღონდ არ გაიმხსნილო. ეს რას ნიშნავს, როგორ ხვდებით? ძის ნაწარმი მიიღე ხაჭო და ყველი ოღონდ მეგრული ხაჭაპური არ ჭამო კაცო. გამიგე, ზოგი იფიქრებს ახლა რომ ძის ნაწარმზე მაკურთხება და ხაჭაპურებით კარგად დანაყრდება. ეს უკვე არის უკვე გემოთ მოყარეობა და თავის მოტყუება. შენ ძის ნაწარმი მოგცეს კურთხევა ხაჭოზე და ყველზე, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული ორგანოები გაწუხებს და მაგიტომ. და თუ ამას არ გააკეთებ, იქნები ფსიქიურად აშლილი და სამწუხაროდ უკვე კი არა განიწმინდები. პირიქით უფრო დამძიმდები ძალიან ბევრი ცოდვებით. მეექვსე მდგომარეობა ეს არის ფარისევლობა და მოჩვენებითი მარხვა. რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს ჩვევია. აი კატეგორიულად ჯულის კანონი მოითხოვს რომ მარხვაში ნუ წახვალთ დღესასწაულებზე, ნუ წახვალთ აი დაბადების დღეებზე და ნიშნობებზე და ასე შემდეგ რა. იქ მოგიწევს თავის გამოჩენა, რომ იქ ჩამოატარებენ გოჩს, წვას და ესე გადმოხედავ და არა მე მარხვაზე ვარ რა, მოიცა როგორ შეიძლება და ესე ამაყავ სუფთა ფარისევლობა არის ეს შემოგარგება. დემონსტრირება იმისი რომ მე მარხვაზე ვარ. აი თუ თქვენ პატერიკები გახსოვთ, ეს პატერიკები იყო, მე ძალიან ცუდად იყიდებენ ხოლმე რომ წმინდა მამები მისულან გარკვეულ ოჯახში სტუმრად, იქ მასპინძელს ხორცის გარდა არაფერი არ ქონია, გამოუტანია ხორცი, ამ წმინდა მამას ხორცი უხმევია მარხვაში და რომ გამოსულან იქიდან მერე წყალიც კი არ დაულევია, იმიტომ რომ ის მდგომარეობა მოენანიებინა. მასპინძლის სიყვარულით გავუკეთებიათ ეს. ეხლა თუ ჩვენ იგივეს გავაკეთებთ, ეხლა სწავალ სტუმრად და ხორცს მივიქნებთ, ეს არ იქნება ხო ჩვენი კარგი მდგომარეობა, მაგრამ როცა შენ იცი რომ მარხვაზე ხარ და მკაცრად მარხულობ და მიდიხარ იქ, საცა შენი მეგობრები არიან ძალიან ხიარულ მდგომარეობაში და აუცილებლად შემოგთავაზებენ სამხსნილოს. და განაცხადებ რომ არა მე თქვენსავით წარმართი კი არა ვარ და მე თქვენსავით არტაროზე კი არა ვარ, ხო არა მე მარხვაზე ვარ.
არ უნდა მოახდინო ამის აფიშირება. ეკლესიაში არის გამოცხადებული მარხვა, ხო? შენ რაღაც გინდა ხა მარკეტში რომ შედიხარ და ეძახი კონსულტანტს, აბა ის სამარხვა გააქვთ, ეს სამარხვა გააქვთ, აბა მაჩვენი ანოტაცია და კითხულობ და ყველა საჩვენებ, ყველა გიყურებს, რომ ეს ადამიანი არის თურმე მარხვაზე. ეხლა გესწროთ ვიღაცებს ეს მდგომარეობა, ხო? და თუ სადღაც ამოიკითხე რომ იქ კვერცხის ფხვნილის არის გარეული დამთავრებულია მე ჩვენი საქმე, ვაიმე დედა მარხვა დამერვა და ამ დროს ისეთ განკითხვაში ხარ და ისეთი ბოღმა და შურიანი ხარ, რომ კვერცხის ფხვნილი კი არა, ჯობია რომ გოჭი შეჭამო შემწვარი, ვიდრე აი ესე თავი მოიტყუო რაღაცეებით რა. ეს ძალიან გვახასიათებს ჩვენ და მე ვეკითხები ხოლმე ხანდახან ესე ღიმილით ჩემს სულიერ შვილებს რომ ხო კარგად მარხულობ. კი, მამაო, რას ლაპარაკობ? კარგად გადასარევად, ხო? როცა ადამიანი ამბობს რომ მე კარგად მარხულობ, ის არ მარხულობს. დაიმახსოვრეთ. პასუხი როგორი უნდა იყოს? მამაო, ისე შემომეცალა ეს დღეები, რომ ვერაფერიც ვერ ვიმარხულე და ვერაფერიც ვერ გავაკეთე კარგი. აი ეს არის ყველაზე ნორმალური პასუხი. არ კოუზიც კი არ გამილოკიაო, ქაბატონებმა იციან, აი ჩემ შვილისთვის მოვამზადე რაღაცა და კოუზიც კი არ გამილოკია. ამ დროს ქმარი ჩადო მიწაში და ამოიღო. განკითხვით და ჩხუბით და აყალმაყალით, ხო? და გეცნობათ, ეს ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს რა. ასე რომ კატეგორიულად გავხილებს მაცხოვარი, რომ როცა მარხულობთ, მოეჩვენებით ადამიანებს, უნდა დიხარ წვეულებებზე და თუ მაინც აუცილებლად ძალიან ახლობელი ადამიანის იუბილეა, შეგიძლია მიხვიდე, საჩუქარი გადასცე, უდიში მოუხადო და წამოხვიდე იქიდან და ყველაფერი იქნება კარგად. მაგრამ არა, ჩვენ გვინდა იქ დავჯდეთ და მე კაცებს განსაკუთრებით კიტრზე და პამიდორზე მე უნდა სვა ღვინო და უარესად დამძიმდე მე წოდებში, იმიტომ რომ ღვინოც უკვე როსავ შენ უკვე მხიარულობ და გამოდის რომ მარხვა შენ არ ინახავ. ესეთი შეცდომა კიდევ რომ ადამიანები ფიქრობენ რომ დიდი მარხვა არის 40 დღე. ეს 40 არის შემოკარგებო სიმბოლური რიცხვი, იმიტომ რომ მოსე მიმარხულა 40 დღე და ქრისტე მიმარხულა. დიდი მარხვა შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი ეს არის დიდი წმინდა 40, რომელიც მთავრდება დიდ ბზობის შაბათს, ლაზარეს აღდგინების შაბათს მთავრდება და მერე მას ემატება კიდე ერთი კვირა, რასაც ჩვენ ვეძახით ვნების შვიდეულს. ოღონდ ესეც არასწორი ტერმინია და რატო უყურებთ ახლა? ვნების შვიდეული როგორ არის, აბა? რანაირად არის ვნების შვიდეული? დიდი შაბათი ვნების შვიდეული ხო არ არის? კვირა როგორ არის ვნების შვიდეული? აღდგომაა, ხო? ანუ შვიდეული კი არა, ხუთეულია კაცო. დიდი შაბათი არის ერთადერთი დღე, როცა შენ შეგიძლია რომ მარხვა შეინახო, მაგრამ ეს არ არის ვნება, ეს არის ჯოჯოხეთში ჩასვლა და იქიდან მიცვალებულთა სულების აღდგომა და კვირას აღდგომაა და ვნების შვიდეულში როგორ გადის მესე კვირა? არ გადის, ხო? ანუ ვნების შვიდეული კი არ გამოდის, ვნების ხუთეული გამოდის. აი ეს ბევრი რაღაც ადამიანს ეშლება და ვერ ხვდებიან რომ აი ვნების შვიდეული არა, დიდი შვიდეული იწყება, უნდა თქვა. დიდი დღეებია, განსაკუთრებული დღეებია. რომ პირველი 40 დღე დამთავრდა და ეხლა შენ თავს შეკითხვა დაუსვი და მივხვდი რომ შენ ვერ იმარხულე კარგად და აი მოდი ის ბოლო ერთი კვირა დიდი დღეები, დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი ხუთშაბათი ვნების როგორ არის, აბა წარმოვიდგინეთ, ხო? საიდუმლოსერობა დააწესა ქრისტემ. რანაირად არის ვნება? კი, გეცემანიაში ლოცულობს ქრისტე, მაგრამ აქ ვნება სად არის, ხო? არ არის. აი ამიტომ რაღაც ტერმინებს უნდა დაუკვირდეთ ჩვენ, რომ ცოტა არ შეგვეშალოს. და უნდა ვიცოდეთ, რომ 40 დღეზე მეტია კიდე მარხვა და აი დღეები არ უნდა ვითვალოთ რა, აი გთხოვთ ქალბატონებო განსაკუთრებით, აი ძალიან ხშირად ვადევნებ თვალს, აი უკვე 9 არის, უკვე 10-ია, უკვე 11-ია, ეს ძალიან ცუდია რა, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება არის შენი სარწმუნოებისთვის. ექიმა რომ გითხრა რომ ერთი თვე უნდა სვა წამალი, ხო? ქართველებმა როგორ ვიცით, დაურეკავს და აუ ეს მიდივარ, აქ მოვდივარ და გეხვეწები რა რაღაც ესე და კარგი ხო, ჯანდაბას ხო? ასია ჩვენთანაც რა, ერთმა ცოტა ახლა რა გადაგღალოთ, არ დაგძაბოთ, ხო? ერთმა სულიერმა შვილმა დამირეკა, ძალიან დიდ თანამდებობაზე იყო მაშინ და თუ შეიძლება დიდ მარხვაში მეუბნება, სუფრაზე ვჯდებითო და ძეხვზე მომეცი კურთხევა. და უთხარი შედალოცი რომ კახეთიდან მირეკავს. კურთხევას იღებ და რაღაც ძეხვზე იღებდი, არის წვარზე აიღებდა. ხინკაზე აიღებ, ხო? რაღაც გამონაკლისები შემოგარგებო არსებობს, როგორ არ არსებობს, მაგრამ აი მარხვაში არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა შენ თავს იმით რომ დღეები არ უნდა ითვალო, არ უნდა დაიწყო ეხლა ეს ისე, ამაზე არ უნდა იფიქრო რა. რაც მთავარია, იმაზე იფიქრე რომ მე შედეგი დავდო
აღდგომა. რატო არის აღდგომას ყველა გახარებულია, მართვა შეინახა თუ არ შეინახა. აღდგომას ვინც გახარებული არ არის და შეიძლება ადამიანი მოვიდეს ბოლო კვირა იმარხულოს, რამოდენიმე დღე იმარხულოს და შენზე გახარებული და შენზე ბედნიერად იყოს, ვიდრე შენ 40 დღე და 59 დღე რო იმარხულე. გესმით? ამას რაოდენობას ღმერთი არ აქცევს ყურადღებას. აქ არის მდგომარეობა, რომ მე ექიმმა რო დამინიშნა გარკვეული წამლები და დიეტა, მე განვიკურნე თუ არ განვიკურნე. ამას აქვს მნიშვნელობა და ჩემ გულში დაიბადა თუ არა და აღდგა ქრისტე და მე რამდენად მიხარია აღდგომის დღესასწაული და მე რამდენად გახარებული ვარ. ძალიან საინტერესო ეპისტოლე იკითხება იოანე ოქროპირის, ალბათ უსმენთ ხოლმე, როცა მოძღვარი გამოდის და კითხულობს, რომ ვინც იმარხულაო და ვინც არ იმარხულა, ტაბლა გაშლილია ყველასთვისო და ყველა ზიარება შეიძლება საიდუმლოს გეტყვით, რომ აღდგომა ღამეს მართლმადიდებელი ვინც არის, ყველას ზიარება შეიძლება ამ დროს. პირდაპირ წერია, რომ მოდითო და მიიღეთო ტაბლა თქვენთვის არისო გამზადებული. უსინდისო უნდა იყო, ხო ეხლა რომ არ გიმარხულია და მიხვიდე. მაგრამ იმდენად დიდი დღე არის აღდგომა, რომ აი თუ მოხვედი და ლიტანიობას დაესწარი, თელი ღამე იდექი იქა, ხო? ეკლესიას აქვს უფლება, რომ შენ წმინდა ზიარება მოგმადლოს. ოღონდ ამის ღირსი კი არ ახარ. არამედ შენ უბრალოდ მოწყალების სახით ეხლა კი არ დაანებო თავი მარხვას და კი არ თქვა რომ რა კარგი ყოფილა თორემ აღდგომა ღამეს მივალ და ვეზიარები. ცოტა სინდისი ხო გააქვს, რა ხო უნდა შეგერგოს ის ზიარება. კი შეგერგება თუ გიხარია, მაგრამ გაიმახსოვრეთ რომ აი როგორი განცდა უნდა გქონდეს ისიც რომ აი თევზს რო ამოაგდებს აკვარიუმიდან და პირს რო ესე შვება და ესე თვალები რო უტრიალდება. და როგორც თევზს წყალი ენატრება, აი ესე უნდა გენატრებოდეს მარხვა, ესე უნდა გენატრებოდეს ზიარება, ესე უნდა გენატრებოდეს ეკლესიაში ყოფნა და დღესასწაულების სიხარულება. თუ ესეთი განცდა არ აქვს, ხო? თევზი იღუპება, ხო, მალე გადმოაბრუნებს თვალებს და დამთავრებულია. აი რამდენი ადამიანი გინახავთ თქვენ გადმოაბრუნებული თვალებით, ხო? არანაირი სიხარული არ აქვს. არც მარხვის, არც ლოცვის. მე რა ვიცი, ვერო წირვაზე მივდივარ ხოლმე, ძალიან მიხარია რა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აი წირვაზე მივდივარ და მიხარია. აი თქვენ ეს განცდა უნდა გქონდეთ, რომ წირვაზე რომ მიდიხარ, რომ მარხულობ, რაღაცას რო აკეთებ, ხო? ღმერთისთვის რო აკეთებ რაღაცას. ამასთანავე ერთმა კარგმა ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა ეთერში, მოძღვარი ქადაგებდა ხარებაზე და თქვა, რომ რაც ღმერთნაო ჩვენ გვახარავ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთი გავახარავთ რა. რა თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა 59 დღე რო იმარხული, ამით გაახარებ ღმერთს? რა თქმა უნდა ვერ გაახარებს, რა სისულელია, ხო ეს შენთვის არის, უბრალოდ რომ შენ ცოტა ახლოს მიხვიდე ღმერთთან. ღმერთს გაუხარდება ის, რომ მარხვის მერეც რო დარჩები ეკლესიაში. რასაც ცოტა საშინელება არა, წარმოიდგინე რომ დადიოდი სკოლაში, დაამთავრე რაღაცა კურსები და მე აღარ გინდა გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში. შენ თუ კარგად ისწავლე დაწყებითები და 11-12 კლასი კარგად დაამთავრე, ესე იგი გინდა გადახვიდე ხო უმაღლეს სასწავლებელში და თუ ვერ დაამთავრე, ესე იგი გამოდის რომ არ გისწავლია. ასე არის მარხვაც რა. სულ გული მწყდება და გული მტკივა, რომ ხედავ რომ ეხლა ხარება ძალიან ბევრი ხალხი იყო და ფიქრობდი, რა ესეთი რა დღესასწაულია ეს ხარება რომ ამდენი ხალხი მოვიდა. აი ჩვეულებრივ კვირას რომ მოვა ამდენი ხალხი, აი ნამდვილი ხარება და სიხარული ეგ იქნება. აღდგომა ღამეს რომ ამდენი ხალხია და ბზობას. მერე კვირა რო იქნება თომას კვირა და სხვა კვირები. რატო აღარ მოდის ეს ხალხი ერთი გამაგებინეთ? აი რა იქნება ნამდვილი სიხარული და ნამდვილი ბედნიერება. ესე იგი შენ სწორად იმარხულე, კარგად ილოცე, დაუფასე ღმერთს რომ ზიარება მოგმადლა და დადიხარ მერე ეკლესიაში. მაგრამ რა ხდება? მითხარით, განახევრებულია აზრები მერე ისე. ძალიან ბრაზდები მე გამოუცდელი ვდელი. დიდი გამოცდილი მე არა ვარ, მაგრამ ყოველთვის ბრაზობ მე ამაზე კაცო რომ შედალოცვილო, აი რამხელა უმადური ხარ. 10 კეთროვანი მახსენდება ყოველთვის რა. დაუკვირდით რომ 10 კეთროვანი, კეთროვნება როგორც ყარდა ადამიანი, უკვე რომ ხელს იღებდნენ ოჯახის წევრები და ქრისტემ განკურნა 10-ვე და ერთი სამარიტელი დაბრუნდა, ერთი არა ებრაელი დაბრუნდა და მადლობა გადაუხადა. ასე ვართ 59 დღე უდლები, აბა მეტანიები, აბა ეს უფალო შეგვიწყალე, აბა ის, აბა ეს, ზეთისხება, ბზობა, ხარება და მე ნატრის ხეში როა გაფარულა ეს ვირებიოც. ასე აღარ გული გეტკინება რა, ესე იგი აბა რა გამოდის, ესე იგი რომ ის რა იყო, სპექტაკლი იყო? რა იყო, რას ნიშნავდა ეს, რა ვარჯიში იყო, რა მარხვა იყო, დიეტა იყო ესე იგი გამოდის. ჩვენ არ შეგვეხო ღმერთი, ჩვენ საფლავთან არ მივსულ ვართ. ჩვენ არ გვინახავს აღდგომილი ქრისტე. ჩვენ არ გვითქვია რომ მოდი თითი ჩამიყავი
ჩაგიყო ღმერთო მართლა შენ ახარ ქრისტე თუ არა ჩვენ არ გვაინტერესებს გამხსნით და დამთავრებულია იმავე ღამეს კაცებო არ გეწყინოთ ხო ბევრს უკვე გული ერევა ხოლმე ისე დათვრებიან და ისე გაილეშებიან ხოლმე და უკვე ფაქტიურად ყველაფერი მთავრდება იქ და მე ეშმაკი ეუბნება როგორ უნდა მიხვიდე ახლა მამაოსთან არ აქვს ხვენია და ვეღარ მოდიხარ და მე გავა თვეები კიდევ რამოდენიმე თვე და ზოგს ეყოფა სულიერება რომ პეტრე-პავლობის მარხვა შეინახოს მე ან მარიამობის მარხვა შეინახოს ან საშობაო მარხვა შეინახოს აი ამიტომ გეუბნებით რომ კაცრად ნუ იმარხულებთ თვით რჯულები ნუ იქნებით და ნუ დაითვლით დღეებს ახლა რომ 40 დღე როდის არის როდის გავა როდის მოაბზობა და ასე შემდეგ ფიქრი იმისა რომ დიდ მარხვაში არ უნდა შევცოდოთ აი ზოგმა იცის ხოლმე სამწუხაროდ ამეკვირს მე ალბათ სამწუხაროდ არა ძალიან კარგია მაგრამ ძალიან სუდია ის რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი მარხვაში სიგარეტს არ ეწევა რაღაცებს არ აკეთებს 59 დღე წარმოგიდგენია რა მხოლოდ ნების ყოფა მაგრამ როგორც კი დამთავრდება მარხვა იგივეს აკეთებს მე ესეც ძალიან დიდი შეურაცხყოფაა რომ აი ზოგმა იცის ხოლმე არა მამაო რას ლაპარაკო მარხვაში როგორ ვიმრუშებ მარხვაში როგორ გავაკეთებ ამას ეს არის სერიოზული ავან რას ქვია მარხვაში როგორ გააკეთებ და მე უნდა გააკეთო და მე გააქვს უფლება ამის გაკეთების გასისულელია მარხვაში როგორ დავითვრები და მე უნდა დაითვრე აი ეს არის არანორმალური მდგომარეობა ესე იგი წარმოიდგინე მარხვა რომ დამთავრდეს შენ დათვერი და გარდაიცვალე ასე ღმერთს რომ მე ხო მარხვა შევინახე კაცო არა მერტი გეუბნება რომ რა მდგომარეობაშიც მოგისწრებო იმ მდგომარეობაში განგსჯი ანუ რა ცოდვაშიც იქნები იმ ცოდვიდან გამომდინარე წარდგები შენ უფლის წინაშე ასე რომ მარხვაში არ შეიძლება იმის თქმა და მარხვის მერე შეიძლება ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ძალიან ბევრ ქალბატონს უთქვავს ჩემთვის რომ მამაო იცით როგორი კარგად ვინახავ ერთი ღერიც არ მომიწევია მარხვაში და როგორც დამთავრდა მე ეწევა ვისატყუებს შულო ეს ხო ეშმაკის მანქანებაა წარმოიდგინე გელი რომ გააგდე ჯოხი აიღე და გელი გააგდე ხო გელი არ წასულა გელი ბუჩქებს უკან გელოდება ერთი როდის ჩაგეზიდება როგორც ჩაქთვლი მავს და როდის დათვრები და იგივე თავს დაგესხმება მე ისევ რა აი ამ მარხვაში ჩვენ გერს კი არ ვაგდებთ დროებით ვერ ხედავთ დროებით თვითონ მოვიგერიეთ თვითონ ყველაფერი დავალაგეთ და როგორც კი დამთავრდება მარხვა პეტრე მოციქული ამბობს ასეთ რამეს რომ ღორი ტალახიან გუბეს უბრუნდება და ძაღლი თავის ნარწევს ჩემი სიტყვები არ არის ეს არის პეტრე მოციქულის სიტყვები პირველი ეპისტოლედან და ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს ამ მდგომარეობაში მამაკაცებს უთქვათ ბევრჯერ მამაო ისე გავილეშე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდი რომ გული ამერია ბოდიში ამ სიტყვისთვის რომ ვეღარ მოვედი მე ეკლესიაში და მომერიდა ივანე კლემაქსი რას ამბობს რომ სანამ ეშმაკი ცოდვას ჩაგადენინებს გესაუბრება ღმერთის კაცთმოყარეობაზე რომ მოშენი მოძღვარი კეთილია კაცო არა უშავა მიდი ჩაიდინე გაპატიებს როგორც კი ჩაგადენინებს მე გეუბნება შენ საზიზღარო ეხლა როგორ უნდა მიხვიდე მამაოსთან არ გეშინია არ გსხვენია აბა ეგ რა გააკეთე კაცო შენ ნორმალური ადამიანი გონი ხარ მამაოს და შენ ამ დროს რეებს აკეთებ ხო ამასაც კარგად დავუკვირდი ძალიან გთხოვთ რა რომ იმისი თქმა რომ მარხვაში არ შეიძლება ნიშნავს იმას რომ მარხვის მერე შეიძლება მარხვა ეს არის უფრო აი წარმოიდგინეთ რუსული ხო ყველა მისით ფაქტიურად პოსტი არის საბუშაგო ქართულად ჯარში ვის ნამყოფები ხართ ან ხო გინახავთ ფილმებში ხო ეკან შემოვლებული ადგილია რასაც ასე თქვა ჯარისკაცი შაშხანა მომარჯვებული უვლის გარშემო და თუ ვინმე შევიდა მაშინვე ესვრის ხო ანუ იცავს და არაჯობს ანუ შენ მარხვაში შენ მუცელს კი არ იცავ შენ რწმენას იცავ შენ ვარჯიშობ იმაში რომ აი მე ბოლო ერთი მოდი რა ვიცხოვრებ ეკლესიურად რა მართლა ძნელია თუ შეიძლება თუ არ შეიძლება და კარგად რომ იმარხულებ და გაიგებ რა სიხარულია მე და ღმერთი რომ შეგეხება მე აღარ მიატოვებ ეკლესიას და სულ იქნები მე ეკლესიაში ეხლა ლოგი ფიქრობს რომ აი მამაო ხედავ რომ გვაბავს რომ ეკლესიაში გვინდა რომ სულ ვიყოთ ეკლესიის გარეთ ადამიანს მგელი შეჭამს შემოძვირფასებული გელი არის ეშმაკი რომელიც ასე ამბობს კიდე პავლე მოციქული რომ თქვენი მოწინააღმდეგეა ეშმაკი როგორც მდღვინავი ლომი ისე ღრიალებს და დაწწის რომ ვინ ჩაყლაპოს და ვინ შეასწრებს ის ეშმაკი ბოლო დაიჭრის და გეტყვის კაი დაგაცდიეს 59 დღე კაცო ერთი მიდი და მე რაც გინდა იმას აკეთებ არა მაგრამ არა აღარ გაცდის მარხვასაც
თავის ჭკვაზე გაცევინებს და როგორც უნდა ისე გაპანკულავებს და მართქვი შედეგები რა არის რომ თავდება და გონია რომ ყველაზე მაგარი ხარ, სხვები ცუდები არიან, შენ კარგი ხარ, ძალიან მკაცრად შეინახე და ისე მკაცრად რომ მე მგონი მამაოც კი არ ინახავს, ასეთ მარხვას და შეიძლება მამაოსაც ერთიდან გადახედო და შენი ჭკვით რაღაცებს იგონებ და ამ დროს ეშმაკი გიდგან გვერდზე და კუც ესი ატრიალებს. ოჩახ საყვარელო, ოჩახ გეუბნება, მალადე. შენაირი არ მინახავს არავინ, ეს ვინახარ კაცო. ასეთი გრიგო ხანძთელი არ იყო და ანტონი დიდი არ იყო. შენ გამოხვედი კაცო. ესე აცხადებენ ხოლმე, ანუ რას ლაპარაკობთ? ერთი ამის კი აი ოდნავ არ გამისინჯი არაფერი. კარგად დაუკვირდი შენ თვალებს, შენ სმენას, შენ ხედვას, შენ ხელებს, შენ ფეხებს და შენ აზროვნებას. აი რჩევას გაძლევთ რა, მოდი აი ხა რაღა დარჩა, ფაქტობრივად ორი კვირა დარჩა, ხო? აიღეთ ბლოკნოტი და პასტა. აი ამ მარხვაში რა აზრები დაგებადებათ? ყველაფერი ჩაიწერეთ და მე მიდით მოძღვართან. როგორც ვიზდეს დაგებადებათ, იმას კი არ წააკითხოთ, გული გაუსწრება. ქალებო კაცებზე და კაცებო ქალებზე, ცოლებო ქმრებზე და ქმრებო ცოლებზე. ან შეყარებულებო და ან მოკლედ რა ვიცი, ვინც ხართ, როგორც ხართ, ხო? აი რო გათენდება, დილა რა აზრები მოგდის დაწერი, არ გაინტერესებს? და საღამოს ნახე მე ერთი კარგი საშინელებათა წიგნი გამოგივა მე რა. ის იმას ეს კაბა სულ არ უხდება და სად უყიდია ეს კაბა მე უფრო არ მომიხდება. ის დებილი გათხოვდა, აი ნახე, რა ქმარი ყავდა მე კიდე გასათხოვარი ვარ და ამას მარხვაზე ხარ და იმ დებილს ის მანქანა უნდა ყავდეს და მე ამით უნდა დავდიოდე. მე ჩემი პრობლემები არ მეყოფარ, იმას სახლი ააშენა და მე კიდე რომ ამ სახლში ვცხოვრობ ქირი. ასეთი რაღაცები ჩაწერეთ, აბა აზრებიც მოგდით მე და მიხვდებით რა მდგომარეობაში ვარ და მე განგარს ატეხავ თურმე რომ ზეთიანს არ მიითმევ, მაგრამ ადამიანს აჭამ ამ დროს, ხო? ზეთში ბროდება არ არის, ხალხო. ზეთს რო არ აჭამ, ეგ არ არის გმირობა რომ შრალზე ხარ. ზეთი რო ჭამო, ბროდე კი არ შემოვა, ბროდე შემოდის უზღუნით, ჩხუბით, შურით, განკითხვით, რისხანებით, იდიოტური ცხოვრების წესით, რო უყურებ 24 საათი აი ამ თოქ-შოუებს და რაღაცეებს და მე იძახი რომ რა ცუდი გადაცემებია, უკაც გამორთე და აღარ იქნება ცუდი გადაცემები, ხო? ყველა უყურებს რუსთავი ორს და მე აგინებენ ისე რუსთავი ორს. საიდან იცი კაცო რომ ამდენი სერიალები გადის, მე არ ვიცი შენ საიდან იცი, ხო? საოცრებაა ვირი. ამ დროს მარხვას ინახავ, ამ დროს ზეთს არ მიირთმევ. არ ჯობია რომ ზეთიანი მიირთვა და არ უყურო რუსთავი ორს. უბრალოდ რუსთავი ორზე არა მაგ ართულება, ესეთი ტელევიზიები, რომლებიც 24 საათი იმიტომ ფუნქციონირებენ, რომ ცუდი თქვან ქვეყანაზე, ეკლესიაზე, პატრიარქზე, უდლებზე და ასე შემდეგ რა. ასე რომ ჩემო ძირფასებო დაიმახსოვრეთ კარგად რომ ეს ყველაფერი და ბოლოს კიდევ არ გამომჩეს ფიქრობ რომ ეს აუცილებელია ეს სია მე არ შემიდგენია გარკვეული ადამიანები ფიქრობენ რომ მარხვაში ჩასახული ბავშვები იბადებიან ავანტყოფები. ეს არასწორია ჩემო კარგებო რა. თუ კარგი არ გიჯერათ ხო თქვენი ჩასახვის ისტორია გამოთვალეთ და მიხვდებით რომ თქვენ ძალიან კარგი ადამიანები ხართ. ჩვენ კომუნისტური რეჟიმის დროს ვართ ფაქტიურად ჩასახულები და მე მგონი არა ვართ ხო ძალიან ცუდი ადამიანები. ეს არასწორი შეხედულებაა და მომავალი მეუღლეები ხართ ალბათ ან ვინც უკვე მეუღლეები ხართ. ძალიან ბევრმა ქალბატონმა თავისი ქმარი დააყოლა მარხვაში, იმიტომ რომ მარხვაზია და სარეცელს არ იყოფს მასთან. პავლე მოციქული ამბობს ძალიან გადასარევად, რომ მარხვაში ცოლ-ქმარი მოილაპარაკებს და ინახავენ ორივე მარხვას და ცალ-ცალკე წვევიან, მაგრამ თუ ცოლიან ქმარი მარხვას არ ინახავს, ამ შემთხვევაში შენ უნდა შენი მოვალეობა შეასრულო. პირდაპირ ამბობს რომ ნუ განეშორებით ერთმანეთს, ანუ ცოლი და ქმარი ცალ-ცალკე არ უნდა იყოთ, რომ ეშმაკმა არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით. რომ შენ ქალბატონი მარხულობს ძირითადად მარხვაზე ხარ და არ წვევი შენ ქმართან. ქმარი არის ნუ ეხლა არ უნდა შენი მარხვა და მიდის მერე მრუშობს, ან გულისხმებში ვარდება და უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება ოჯახი. და აი ამ დროს ახალ შეუღლებულებსაც გარკვეულ დღეებში ეძლევათ კურთხევა რომ გქონდეთ ურთიერთობა. ამაში არანაირი ცოდვა არ არის თუ მოძღვარი მოგცემს კურთხევას. იდეალური მდგომარეობაა რომ ორივე ცოლ-ქმარი მორწმუნენი არიან და ცალ-ცალკე დაწვევიან, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, აუცილებლად უნდა გაიყოს სარეცელი, ოღონდ გარკვეული დღეები მაინც თავი უნდა შეიკავო. პირველი ბოლო კვირა, ოთხშაბათი და შაბათი. ეს ადამიანური მდგომარეობაა და ყველა მეუღლე გაიგებს შენ თხოვნას, მაგრამ ის რომ ერთმა ქალბატონმა მითხრა ამას წინათ
საკმაოდ სოლიდური ქალბატონია ჩემ თვალში და ასაკშია. ვინ ურუშეო და წინახავ სულად არ გავხდი რა. როგორ იმუშეთ მეთქე, ვერ წარმოვიდგენ მეთქი და ქმართან ვიწეკიო მარხვაში. ამოვისუნთქე. ამოვისუნთქე მეთქი. დიდება შენ და მერტობი. რომ ქმართან იწეკი და არა მეზობლის კაცთან. აუბედურებაა ეს კაცო. ვინ ურუშეო, გესმი? აუბედურება, მრუშობა არის ის მან რა არის კაცო. არც იზო არ არის რა. აუბედურებაა ეს რა. და კაცას გული გაუხეთქა გონი და ეუბნება რომ აი მამრუშებო და ასე შეიძლება. ის კაცი აღარ შეინახავს მე მარხვას. ის ფიქრებს რომ ცოლთან ცხოვრება მარხვაში არის მრუშობა, გესმი? ეს ავანტყოფობაა, არასწორი სწავლება და ძალიან ბევრი სასულიერო პირის ხანდახან ესე ეუბნება რომ ეს იმრუშა ესე იგი, რა იმრუშა, რა სისულელია ხალხო, აუბედურება. ეუბნებით პავლე მოციქულის სწავლება. იდეალური ვარიანტი ძალიან კარგია თუ როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, ცალ-ცალკე ეძინათ ცოლ ქმარს, მაგრამ თუ არ არის შენი ქმარი მარხვაზე და არ არის შენი ცოლი მარხვაზე, მაშინ თუ გთხოვა მან უნდა გაიყო მასთან სარეცელი, იმიტომ რომ უარესი ცოდვა მოხდება და ძალიან ბევრი რამე დაშავდება აქედან გამომდინარე. ასე რომ არ ვიყოთ ძალიან კაცრი მარხველები, თვით მასწავლებლები არ ვიყოთ, ფარისევლები არ ვიყოთ, ნერვიულ აშლილობაში თუ ჩავარდებით, მივაშუროთ ეკლესიას და მოძღვრისგან როცა კურთხევა ავიღოთ, არ განვიკითხოთ არავინ, ვინც მარხვას არ ინახავს, ჩვენი საქმე არ არის ეს და შედეგი დავაფიქსიროთ რა. მარხვაში მინდება ლოცვა, ცოტას მივირთმევ, სამზარეულოში დიდხანს აღარ ვიმყოფები და ნაკლებად ვერთობი, ნაკლებად ვიცინი, ნაკლებად ხუმრობ და უღმავდები ჩემ ცოდვებს. რასაც მხსნილში ვერ ვატყობდი, აი მარხვაში ძალიან ბევრი განსაცდელები ხდება ხოლმე დაკვირვებული ხართ ალბათ თქვენ. ისეთი რაღაცები მოგელანდება რომ მხსნილში არ გელანდებოდა, არარსებული კერძი შეიძლება მოგელანდოს და დაიწყო ამაზე ფიქრი რომ ნეტა სადვინა გადავნახო ახლა ეს რეცეპტი და ძალიან ბევრი დებს ხოლმე ინტერნეტში ნახეთ ჩემო მეგობრებო როგორი კერძი მოვამზადეთ და მთელი ეს მეგობრები რო ყავთ ძალიან ბევრი აი მას უყურებენ იმის მაგალითად რომ უთხრას ვაი მოდი რა ეს წაიკითხე იოანეს სინდელი წაიკითხე მარიან ეგვიპტელის ცხოვრება წაიკითხე ანდრია კრეტელის ცხოვრება წაიკითხე არა აი რაღაცა ბრაზილიური სუფრი ვისწავლე და რუსული ხარჩო და რა ვიცი ეს რაღაც არა ეგენის კარგია არა ვარ წინააღმდეგი მაგრამ თუ შენი მარხვა ისევ სამზარეულოში ხარ არ ლოცულო გაღიზიანებული ხარ და სულიერი ნაყოფები ვერ გამოიღე ესე იგი შენ კარგი დიეტა გამოგივიდა და მერე სარკეში იყურებიან ხოლმე ჩემი თამადობით და უხარიათ რომ ცოტა ლოყები დაუმშვიდდებათ და ცოტა უცელით რომ შეეწევათ ხოლმე კაცებს მაგრამ სამაგიეროდ გიყვარდეს მერე მარხვის მერე უკვე კომპენსაციას უკეთებენ თავის თავს და აი აქ უკვე ვართ უკვე ძალიან ძიმე მდგომარეობაში იმიტომ რომ ეშმაკი უკვე კარგად ნავარდობს ჩვენში და ის რაც ღმერთისთვის დავთმეთ 59 დღე უკვე მე ეშმაკს ვაბარებთ პირდაპირ უვარდებით ხახაში და ეშმაკი იცინის და კვდება სიცილით. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვესმის, მაგრამ როცა წაიქცევი და პაპადე ნაზიარები რო იყავი გუშინ და დღეს უკვე რო არ წიე და ძალიან ძიმე ცოდვაში ჩავარდი, ეს არის საშინელი ცოდვა, მამაკაცებო განსაკუთრებით მოგმართვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინახავს აღდგომის ღამესვე, ჯერ არ გათენებულა რომ უკვე თვალია და უკვე ძალიან ბევრი ცოდვას ჩადის, იმიტომ რომ ფიქრობს რომ დამთავრდა ტანჯვა და იწყება სიხარული ახლა რა. და თუ შენ კარგად იმახულე, უნდა იცოდე რომ ზატეკის პერიოდში 40 დღის განმავლობაში იესო ქრისტე არის შენთან. და უფრო უნდა გიხარობდეს, ხო? დაინახო ნაყოფი, აღარ გეზარება ლოცვა, აღარ გეზარება სიკეთე, აღარ იბერები სიკეთე რომ დაინახავ რომ ვიღაცა მანქანა შეიძინა, ახალი ფეხსაცმელი ჩაიცვა, გათხოვდა, დაქორწილდა. ძალიან ძნელი ერთმა ადამიანმა დამისვა შეკითხვა, ძალიან ეხლა რატო შეიძლება ამოვარდნილია კონცეპტიდან, მაგრამ აი რა გავაკეთო მამაო, როცა მე არ მიხარიაო ჩემი მეგობრის სიხარულიო. მეუთხარი შენ უკვე გააკეთე ამ შეკითხვის დასმით. ხო გინახავთ ადამიანები რომ მე ყველა მიყვარს, მე ყველა მიხარია, იტყუება ეგეთი ადამიანები, რა ყველა გიყვარს და რა ყველა გიხარია. როცა კაცმა დააფიქსირა ის რომ არ გაუხარდა თავისი მეგობრის შენაძენი, უკვე ის სულიად იზრდება, შეწუხდა გესმის და თქვა აღსარებაში რომ მამაო, აი ჩემი დაქალი გათხოვდა და ქორწილში არ წავედი, იმიტომ რომ შემშურდა. ან ჩემო ძმაკაცმა მანქანა იყიდა, მაღარიჩი იკისრა და არ მივედი. და როგორ მოიქცეო მე მკითხა ძალიან გუწფელმა ჩემმა მეგობარმა, რა როგორ მოვახერხო რომ
ესეთი რაღაცა არ მოვა. შენ უკვე მეთქი მოახერხე, რომ შენ თუ ეს შენ თავში დაიჭირე ის რომ შეგშურდა, როგორც კაიმა ვერ დაიჭირა თავისთავად ძვისა შეშურდა, რომ დაიჭირა თავისთავად რომ შეშურდა, ხო არ მოკლა თავის ძმას. თელი ჩვენი კაცობრიობის ისტორია იწყება აქედან. ადამიანს შურს მეორე ადამიანს. შურმა შეიპყრას ერი უსწავლელი. ეშმაკს რომელიც თეოსფოროსი იყო და ნათლის ანგელოზი იყო, ღმერთისა შეშურდა, წარმოგიდგენია ეხლა შვილს რომ მამისა რომ შეშურდეს, წარმოგიდგენი. და პირიქით, როცა მე ვხედავ რომ ის კარგი მოძღვარია და ქადაგებს მოусმენ და მისგან ვისწავლი ძალიან ბევრ ამას, მაგრამ თუ არ მინდა რომ მოусმენ და შვილი არ იტყვი რომ ის ხიფშია და გატყუებთ რაღაცებს და ასე შემდეგ რა და ესეთი გულწრფელი კითხვა ძალიან ბევრ ადამიანს არ დაუსვია ჩემთვის რომ მამაო შემშურდა ჩემი მეგობრის რომ აი რაღაცა მაგარ სამსახურში დაიწყო მუშაობა და როგორ რა გავაკეთო რომ მე აღარ შემშურდესო. მე ვუთხარი შენ უკვე დაიწყე იმის გაკეთება, რახან შენ თავში დაინახე ბოღმა და შური აი იბატონე ამ ცოდვაზე და სასტრაფოდ ადექი ეხლა და წადი და მიულოცე აი ამ შენ კრულ გულზე ამაღლდი შენი გონებით. რაც გულს უნდა ყველაფერი ის რო გააკეთო და კოკასაშიგან რაც არის ის რო წარმოდინდეს, ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით. ხალხი ჩვენს გარშემო დაიღუპება, აი რაც გულში ხდება ყველაფერი რო თქვა. აი გონებამ უნდა გაშიფროს გულიდან ამოსული სიტყვები და ენას მერე უნდა გადაეცეს. ზოგი პირდაპირ ესე იციან ხოლმე, რაც გულში მაქვს ვიძახი, რას ლაპარაკობ კაცო. რაც გულში აქვს ყველაფერი რო თქვა, ხალხი დაიხოცება შენ გარშემო და შენ მოკლავენ მაშინვე, ხო? ამიტომ მოდი რა, მიხვდი იმას, რომ რაც შენ გულში გაქვს, კოკასაშიგან, რაც ისეთი ხარ შენ, ბოღმა გაქვს გულში, ბოღმიანი ხარ, შური გაქვს, შურიანი ხარ, სიყვარული გაქვს, სიყვარულიანი ხარ, ხო? სხვერპლი ღვთის არ სული შემოსრული, გული შემოსრული. ამიტომ ძალიან მეთქობ, რომ როგორც კი დაგემართა ასეთი რაღაცა, რომ დაინახე სხვისი ქმარი, შენ ქმარი ჯობია, სხვისი შვილი შენზე წარმატებულია, შენ შვილზე, შენზე კარგი მანქანა იყიდა, სხვამ და შეგშურდა, დაგიბნელდა სახე, მიაშურე მოძღვარს და უთხარი, მამაო, იცი ვისი შემშურდა? ჩემი ბავშვობის მაკაცი შემშურდა, ჩემი ძმისა შემშურდა. არის ეგეთი რამე, დისა შეშურდე შეიძლება, გესმით? ერთმა ჩემმა სულიერმა შვილმა თავისი და არ მოიყვანა ჩემთან, სულიერ შვილად მიიყვანა სხვა მოძღვართან და გამიკვირდა და ვკითხე, რატომ მიიყვანე მეთქი სხვასთან და მე ვუთხარი, მამაო, ადგილები აღარ აქვს. ეს ხდებით ესე იგი, აი ეს მამაო, ჩემი უნდა იყოს მარტო. აქაც რაღაც ეგოიზმია, ხო, რომ აი ეს ჩემი მამაოა, აღარ ადგილები აღარ აქვს. შენ სხვასთან წადი, კაცო, ჩემია. მესაკუთრეობაა ეს, გესმის? არ არის კარგი ეს. შენ თუ კარგად ახარ და კარგი ექიმი ყო, შენი დაცხოვნი კარგი ექიმთან უნდა მიიყვანო რა. მაგრამ ეს ხდება ჩვენში და აი ეს უნდა დააფიქსიროთ აუცილებლად, რომ ეს არ დაგემართოთ რა. აი როცა ახალი რაღაც გასვია და შეხვდა შენი მეგობარი, შეხედე სახეში და მაშინვე მიხვდები სახე დაუბნელდება თუ შურიანია. ეგრევე, ან შენ ჩაიხედე სახეში, მაშინვე უცხურს დაინახავ მაშინვე რა. ამ დროს მარხვაზე ხარ, ამ დროს ქრისტიანი ხარ, ამ დროს ლოცულო. აი, ხო, თუ ეს ყველაფერი დააკვირდით და მარხვაში განსაკუთრებით ეს ყველაფერი გამოჩნდება თუ შენ დროს დაუთმობ აი იოანეს სინელის კლემაქსის კითხვას, თუ შენ წაიკითხავ კრეტელს, თუ წაიკითხავ ანტონი დის, თეოდორე სტუდიელის ქადაგებები გამოვიდა თანამედროვე ქართულად. აი ყველაფერს რო წაიკითხავ იმის მაგივრად რომ შენ სამზარეულოში ქობები და ჯამები არ ახუნო, ხო? იმდენ რამეს გაიგებ და მიხვდები რომ ვაიმე ჩემოთავო თურმე რას ნეული ყოფილვარ, ეს ვინ ყოფილვარ, მაგრამ თავსაკუთრებაში კი არ ჩავარდები. მაშინვე დაიწყებ გამოსწორებას და დაიწყებ უკვე მერე სულიერ ვარჯიშებს და სულიერ ვარჯიშის ნიშანი რა იქნება, რომ მერე რო გაიგებ რამე კარგს, სახე კი აღარ დაგიმნელდება. დაგიხარდება და პირველი შენ მიულოცავ და შენ იქნები ამით ბედნიერი. და თურმე მამები გვასწავლიან, რომ სიხარულის გაზიარება უფრო ძნელია, ვიდრე მწუხარების. ერთმა ბერმა თქვა აღსარებაში, რომ მივდიოდი მე ჭირის უფალთან და შინაგანად ვიხარო და ადამიანს ხედავდი, როგორ დადგმული იყო და როგორი განადგურებული იყო, ხო? ეს ადვილია მეხვიდე და მეწყინდა ვიზიარე, მაგრამ აბა მიდი გახარებულ ადამიანთან, როცა ხედავ, რომ მაგარი ცოლი მოიყანა, მაგარი ქმარი ყავს, მაგარი სახლი ააშენა, მაგარი ქორწილი გადაიხადა და წავიდა სადღაცას, აი ამ ყველაფერს გაზიარება ცოტა ძნელია, როცა შენ არც ქმარი ყავ, არც შვილი ყავ, არც მანქანა ყავ, არც სახლი გაქვს, გასაშინელებაა რა და არც გექნება არასოდეს, იმიტომ რომ უნდა მიგახვედროს ღმერთმა, რომ არ შეგშურდეს,
არავის და შენს გეყოლება ქმარი, შენს გეყოლება შვილი და ჯერ ეგერთი ამაშია ბედნიერება. ბედნიერება არის შენ რაც მოგცა ღმერთმა ის რო გიხარია და იმით რო ადიდებ ღმერთს. თუ საიდანაციდან კი არ ჩამოვარდება ბედნიერება ხალხო. ასე რომ დაიმახსოვრეთ კარგად ეს ყველაფერი ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა ხოლმე, მაგრამ რას ვასწრებ არ ვიცი, მაგრამ გთხოვთ რომ აი რაც მნიშვნელოვანია და რაც აუცილებელია დაიმახსოვრეთ რომ მარხვა ჩემო თვითფასება აი ყველა დღე და ყველა წუთი და საათი გამოიყენეთ რა. აი გამოიყენეთ იმიტომ რომ ხო ხედავთ როგორ გავიდა ეს 5 კვირა ვერც მე ვერ გავიგე ვერაფერი რა და აი ამიტომ ავაზაკიც ხონდა რამოდენიმე წუთში. არც მარხულობდა, არც ლოცულობდა, ფაქტიურად არაფერს არ აკეთებდა, ხო? და ჯვარცმის დროს მას ხოვარს ევედრება, რომ მომიხსენე, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა და განსაკუთრებით აღსარებაზე რომ გიბრძანდებით, უთხარით რომ რაც მჭირს, ეს არის ყველაფერი ჩემი ბრალი. რაც დავთესე, იმას ვინკი. არ გადააბრალო არავის, არაფერი არასოდეს და თქვი რომ მამაო, მოძღვარო, ჩემი ბრალია რომ ამ მდგომარეობაში ვარ. და შემიწყალე მე არა ვარ ზიარების ღირსი არ თქვა რომ ზიარება მინდა არასდროს არ უთხრა მოძღვარს რომ ზიარება გინდა მოძღვარმა უნდა გითხრას ეხლა შენ შეგიძლია ეზიარო მოძღვარი წყვეტავს შენ ეზიარები თუ არ ეზიარები თუ დაგინახა მოძღვარმა რომ ცოდვებით სავსე ხარ მაგრამ ეს ყველაფერი შენ გაწუხებს და თევზივით აღები და ხურავ პირს და ეხვეწები მამაო ცოდვილი კი ვარ მაგრამ მაზიარე და შემიწყალე აუცილებლად გაზიარებს მოძღვარი და იზიარება ნამართლა ზიარება იქნება. თორე ყველაფერი რაც საჭიროა ის რომ დაიცვა შენ და წაიკითხო, მაინც არ იქნები ზიარების ღირსი და ზოგადად ესეც ის ხოლმე დღეს ესასწაულია არა, უნდა ვეზიარო. აი ეს არასწორი შეხედულება. ექიმა რომ აბები დაგინიშნა, რას გეუბნება რომ დღესასწაულს დალიეო, თუ რას გეუბნება რომ ჭამის წინ ან ჭამის მერე, ხო? იმ აბების მიღებას თუ თავისი წესი აქვს. არ ექნება წესი ზიარებას თავისი, მაგრამ კიდევ წესებზე მაღლა დგა ეკონომია, ანუ ღვთის მოწყალება, რომ ადამიანი რო შემოვა სამხსარებლოში და ცვალებზე ცრემლიო ჩამოზდის და მამაო რა ნაზირალა ვარ და რა ცუდი ვარ, რომ აი არ მიყვარხარ, არ ვასრულებ შენ კურთხევას და აი რა მეშველება და მოდი შვილო, გეშველება, ნუ გესინე. ზოგი რო შემოვა და აი რა გითხრა მამაო, არ ვიცი რა ზიარება მინდა. რას ქვია რა მითხრა, არ იცი კაცო, რა უბედურება, ესე ვერაფერს ვერ ხედავ შენ თავში. ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, რომ ვერაფერს ვერ ხედავ შენ თავში. და სათქმელი არაფერი რო არ გაქვს მამაოსთან. და მარტო მამაოსთან კი არა ეს საუბარი. აი ცოდვას რო ჩადიხარ, იმ წუთში უნდა გაწუხებდეს ეს და თუ იმ წუთში არ გაწუხებს, მაშინ რა აზრი აქვს? მე მამაოს მოუყვე ის რა ჩვენ ჩაიდინე ორშაბათს, თან ესე მიყვებიან ხოლმე